Vano show, თავარი იუმორისტული show, თავარ არხზე. დიდი მადლობა. საკმარისია. სეზონის პირველ გადაცემას ვიწყებ ბილოცით გუშინ თავარი არხი გახდა 2 წლის. ვულოცავ არხს. ვულოცავ ჩემს კოლეგებს და რა თქმა უნდა გილოცავ თქვენ მაყურებლებო, რადგან თავარი ხართ თქვენ ასე საერთოდ. დიახ, თავარი არხი 2 წლისაა და გეტყვით რომ ამ მოკლე ხანში შევძელთ ის რომ სტაბილურად მეორე ადგილზე ვართ რეიტინგებით. ტელეკომპანია იმედი არის ამ დროისთვის პირველ ადგილზე. მოდით შევხედოთ რეალობას თვალებში, მაგრამ თუ თურქეთი შეწყვეტს თურქული სერიალების გადაღებას, ავტომატურად გადავდივართ პირველ ადგილზე ჩვენ. მართლა ასია, სიმართლე რომ გითხრათ. დასრულდა შვებულება და ვიწყებ ძალიან საინტერესო სეზონს. უკვე იცით რომ ამ შვებულებაზე სააკაშვილს ჩავაკითხე უკრაინაში. ვიფიქრე გადაცემაში სტუმრად ჩავწერ თქო, მაგრამ თან მაინტერესებდა რა საპირებდა ახლა მიშა. რომ მივედი ჩემოდაში იჯდა მოკეცილი 4-ხად. გენერალური რეპეტიცია მაქვსო ბოდიშიო და რეპეტიციას რომ მორჩა, მე ამოვიდა რას რეპეტიციო და მე არ ვიცი. რაღაცა რეპეტიცია იყო. რაღაცა სპექტაკლი იყო, ალბათ რაღაცას თამაშობდა თავისით. საქართველოში დავბრუნდი, აქ უკვე აეროპორტში დამხვდა სააკაშვილის მიმართვა, მე ამ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვდივარო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა ბლექსი არენაზე კონცერტს გამართავს და წავა. ასეთი შეგრძნება მაქვს რაღაცნაირი. იმიტომ რომ ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ნეტა მართლა ჩამოვა, ასეთი კითხვები მიჩნდებოდა აეროსმითზე, კრისტინა აგილერაზე, ელტონ ჯონზე, ჯესი ჯეიზე და იგივე შეგრძნება მაქვს ახლაც რაღაცნაირად, რომ აი გონია რომ რაღაცა კონცერტი უნდა გამართოს და ველოდებით ყველა რომ რაღაცა დიდი შოუ პროგრამა გვაქვს წინ. ზუსტად ერთი თვე არ ყოფილა ვანო შოუ ეთერში და რა ვიცი, აი ღარიბაშვილი, რა იყო აიშვით თუ რა უბედურება გჭირთ ასე მე არ მესმის. მოგხედავთ მე თქვენ, დავიწყოთ. პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო მარგალიტები მინდა განვიხილო, იმიტომ რომ იმდენად ბევრი იყო ძვირფასო ტელემაყურებელობა, რომ აი რაღაცა დავიწყოთ ნელ-ნელა ამის განხილვა. ნახოთ განცხადება, რა განცხადებებს აკეთებდა. სურათია ესეთი ძალიან საინტერესო სტატიის სათაური. ფაროსანას მართვის ქართული მოდელი აშშ-მ აღიარა. ირაკლი ღარიბაშვილი. ხედავთ? ამერიკამ აღიარა, სხვათა შორის დღემდე მახსოვს მე ჯო ბაიდენის ფრაზა If you want defeat Farosana, you have to be Georgia. ანუ თუ გინდა დაამარცხო ფაროსანა, უნდა იყოს საქართველო. ამ ფრაზით მოიგო არჩევნები, მე მახსოვს. მართლა ეხლა ტრამპი უსწრებდა და ეს ფრაზა რომ დაახეთქა, ხო, ეგრევე 3% წაიწია წინ. ესე იგი, ჩვენი მთავრობა ამაყობს, რომ აზიური ფაროსანა მართეს, შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ თუ რას წარმოადგენს ფაროსანა. აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო. წარმოადგენს მწერს, რომელიც იკვებება მცენარეებით. ანუ ბოლო 9 წლის მანძილზე ერთადერთი რაც მთავრობამ მართა არის ბაღლინჯო. ბაღლინჯოები მართეს ძალიან კარგად. მოვისმენთ ღარიბაშვილის შემდეგი განცხადება, ეს ვიდეოა, საინტერესოა. ბოლო 8 წლის განმავლობაში მეგობრებო, 10,000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია აღდგენა მოხდა. ერთ-ერთი მთავარი ხელწერი რატომაც ჩვენ ხა შეიძლება ამის აქტიურად გაშუქებას და კომუნიკაციას არ ვახდენთ, ის იყო რომ ხელწერა იყო შემდეგი რომ არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება ზედმეტად. აი ძვირფასო მეგობრებო, ასეთი მზრუნველი ხელისუფლება ყავს ჩვენ, არ გვაწუხებენ. თავს არ გვახვევენ არაფერს, თორე ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს ირაკლი. მოსახლეობა რომ დალხენილი ცხოვრობს, ისიც რომ გვითხრათ რა, ძალიან ხო, თორე დაწყდა ხალხი შიმშილით. გითხარით ეგეც რომ დალხენილად ცხოვრობს, მართალია არ გვეუბნებიან, არ გვაწუხებენ. მივხვდით, აი ესეთი მზრუნველი ადამიანები არიან. არ ვდუნდებით, ვაგრძელებთ. მორიგი ფრაზა, ერთ-ერთი ფავორიტი ფრაზა, ნახოთ განცხადება. ყიბულში მეშახტეებს შევხვდი, თავარი საკითხი რაც წამოაყენეს ტურიზმის განვითარება. კარგად გაიაზრეთ ხო რა ხდება ძვირფასო ტელემაყურებელობა. აბარა ბატონო ირაკლი, აბარა მეშახტე რომელიც თვეში 400 ლარად ჩადის სახიფათო გვირაბში. ის იძახისო ღმერთო, აქედან რომ ამოვალ ტურიზმი დამახვედრე აყვავებულიო. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი მეშახტისგან. მაღაროელისგან სწორედ. ეს ტურიზმის თემა ძალიან მოეწონა ღარიბაშვილს და სხვადასხვა დროს გამოიყენა. მაგალითად, ჩოხატაურში თქვა, რომ ჩოხატაური უნდა გახდეს ტურიზმის ცენტრიო, შემდეგ რუსთავში იმყოფებოდა და რუსთავი უნდა გახდესო ტურიზმის ცენტრიო. მართალია ბატონო ირაკლი, რუსთავის ეიფელის კოშკი მსოფლიომ თუ არ ნახა. ეხლა
ეს ნორმალურია ახლა როგორ ფიქრობთ? რუსთავის ეიფელის კოშკი ხო იცით რომელია? აი მეტალურგიული სტრუბა რო არის, მიილი რაც არის. სხვათა შორის ერთადერთი ეიფელის კოშკია, რომელიც შავ კვამს უშვებს. ეგეთი უნიკალურია, ვიხდით? უნიკალური ეიფელის კოშკი გვაქვს. როგორც სიკეთე, ასევე სიბრძნეც გადამდები ყოფილა ძვირფასო მეგობრებო. მე რითვარ მასზე ნაკლებიო და პრემიერ-მინისტრს როგორც იტყვიან, ტოლი არ დაუდო პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. ნახოთ მისი ძალიან საინტერესო ფრთიანი ფრაზები, რაც ამ წინა საარჩევნოდ თქვა. ონს ეგვიპტესთან ჰქონდა პირდაპირი ვაჭრობა. ეგ რა არის? თერჯოლას და ბაბილონს ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყვირილის სანაპიროზე საზამთროებს და ნესვის ბაღები აქვს. ეგ ყოფილა ბაბილონის დაკიდებული ბაღების პირდაპირი ანალოგი. ეგ არის გაკეთებული. მართალია კუჭავა, ონს და ეგვიპტეს ჰქონდა პირდაპირი ვაჭრობა. უბრალოდ ეგვიპტის ფარაონებს ძალიან უჭირდათ ნაქერალაზე ასვლა და ჩერეს ცხინვალით გადადიოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ კლეოპატრა რო არ დაღლილი იყო, მიხდით. უწერის მჟავე წყლებისთვის მიდიოდა იქ კლეოპატრა ამ ხელაგზაზე, იმიტომ რომ მარტო ძეში კი არ ბანაობდა, ისიც უყვარდა უწერის მჟავე წყლები უყვარდა, ორგანიზმისთვის ძალიან კარგი ყოფილა. აი ის გამოთქვაც ცხვირი არ წაიმტრიო, ხო იცით საიდან მოდის? რაჭველი გიორგუნა რომ იყო ლორის გასაყიდად ეგვიპტეში, იქიდან რომ დაბრუნდა. უსაქმურ მეზობელს უთხრა, შენ რა სფინქსივით ხარ წამოწული, ფრთხილად იყავი, ცხვირი არ გაიტეხო, ანუ სურაჭიდან მოდის ეს ისეთი და ეგვიპტის ფრაზები არის სულ. ისე რა მარტივია რა, აი წარმატებით შეუძლიათ გააგრძელონ აი ანალოგიური ფრაზების თქვა. მაგალითად, აი ღვანკითში დამზადდა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება ბორბალი. თქვი რა პრობლემაა? რა, წნორში ჩაეყარა საფუძველი ლეგენდარულ მუსიკალურ ჯგუფს Beatles. აი მან მოიფიქრეს და მე იქ ლივერპულში შექმნეს მაგალითად. პირველი კოსმონავტი იური გაგარინი კოპიტნაის აეროპორტიდან გაფრინდა. ნუ ფორმულა მარტივია, იღებ ნებისმიერ სოფელ ქალაქს და ამბობ ნებისმიერ ისტორიულ მოვლენას და აერთებ. ნუ კმაყოფილია უცნება გაუცებულია ამომრჩეველი. აი მთელი ეს ფორმულა ესეთ მუშაობს. ხოლო ამ სიბრძნით არ შემოიფარგლა პარლამენტის თავმჯდომარე. მოდით ნახოთ მორიგი წინასაარჩევნო განცხადება. ზესტაფონში იყო მეტალურგია სოფლის მეურნეობას უნდა დაუმატოთ ყავის ინდუსტრიას. ყავის მართალია საერთოდ უნდა ჩავანაცვლოთ ზესტაფონში ფერო ლავაცათი და წარმოიდგინეთ, აი თამუნა რომ წარმოიდგინო იმხელა მილებიდან ფეროს კვამლის ნაცვლად ხან ამერიკანოს, ხან კაპუჩინოს, ხან მოკაჩინოს კვამლი რო ამოდის და მთელი ქალაქი რა აი ამ სურნელშია, მივხვდი ყავის სურნელში. მე ძალიან მომეწონა ეს იდეა, ზესტაფონის ყავა მთელ სოფლიოს უნდა გავაცნოთ, იმდენად მომეწონა რომ ჩემი აზრით საპიარო ვიდეოც უნდა გადავიღოთ, აი მაგალითად ასეთი. საყავრიაზე შეგროვებული ყავის საუკეთესო მარცვლები, რომელიც კამეჩის თავზეა მოხალული, კვალითი, შეიგრძენე არომაგიის ზალა. კარგი იქნება რეკლამა, უნდა რეკლამა ზესტაფონს. ძალიან დაიძაბა წინასაარჩევნო მარათონი, აქამდე თუ მელიას და კალაძეს შორის ირკვეოდა ვინ გახდებოდა თბილისის მერი, ახლა უკვე გიორგი გახარიას დაემატა. ამის გამო მთავრობამ დაიწყო მის პარტიაზე ზეწოლა. გიორგი გახარია ამბობს, რომ სუსი აშანტაჟებს ჩემს ხალხსო, ეს რეებს კადრულობს, მართლა მე ჩემს თვალებს ვერ დაუჯერე. ეს რეებს კადრულობს ქართული ოცნება. ეს რეებს აკეთებენ, მე არ მესმის, კაცო, ეს ვინები მოივიყანეთ ხელისუფლებაში ეს ქართული ოცნების ხალხი. მართალია რომ უკადრებელს კადრულობენ, მაგრამ ყოჩა გახარიას გამძლეობას, რომ ამ ხელა ბოროტებასთან უწევს ბრძოლა და მაინც მედგრად დგას. ყოჩა გიორგი. მართალია ცოტა ხნის წინ შენ იყავი ამ ბოროტების სათავეში და შენც იჭერდი უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ ამას სიკეთით აკეთებთ. და ხალხს იცავდი ამ უდანაშაულო ადამიანებისგან. აი ეს არის, აი ეს როგორ შეიძლება ესეთი უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება? გიორგის რა დღეში აგდებენ? ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტი დაფიქსირდა ქართლშიც, გახარიას პარტიის ერთ-ერთ წევრს იარაღით ჩაუდეს. გიორგი გახარია ძალიან შეშფოთებული ამბით, რავია, რა გითხრა, კაი ერთია გიორგი, ახლა რატო ხარ შეშფოთებული? ისია შეშფოთებულიო, თითქოს მისი მინისტრობის დროს გიორგი რურუას წყლის პისტოლეტი ჩაუდეს მანქანაში. აი თითქოს ვითომც არაფერი. მორიგი დარტყმა გახარიას პარტიას თემურ თათარაშვილმაც მიაყენა. ის კალაძის მხარდაჭერთა დარბაზში მივიდა. წარმოგიდგენია, თათარაშვილმა კალაძეს თუ იგივე სიტყვებით შეაქო, როგორც გახარია. ჯამში 4 ცალი რაღაც ექნება შექებული.
იმიტომ რომ ეგ ხომ წვილად აკებს საერთოდ ზოგადად ეგეთი საქებარი სიტყვები წვილად აკებს მიხვდი რა წვილად აკებს ადამიანებს ახი კალაძემ სინჯები აიღო და ნარკოტესტი გაიარა განაცხადა რომ სუფთა ვარ რომეო ახლა სხვებმაც აიღეთო ნარკოტესტი ჩააბარეთო მოკლედ რა არ მინახავს რამდენ არჩევნებს არ მოსწრებიო მაგრამ წინა საარჩევნო შარდის ანალიზით თავის მოწოდება ეს რაღაც ახალი ტრენდია რა ვიცი აი შარდით რო იწოდებთ ნახე როგორი სუფთა საარჩევნო კამპანიაში აქვს ჩასმული ესპესეთ ერთ-ერთ პუნქტად რომ უნდა გაესიჯოს და ნახე როგორი სუფთა ადამიანია ახაც ალბათ უფრო მილანური ტრენდია თუ რა არის არ ვიცი მე ვიცი რა ხდება აგიხსნით ახლა აგორებენ რომ ვითომ გახარი არის ნარკომანი ეს მესიჯი იყო ვაფრთხილებდი მე სხვათა შორის გახარიას წინა გადაცემებში რომ ყველაფერს შემოგტენიან თქო გიორგით ხო მაგრამ აბა ვინ მიჯერებს გიორგი ისე გირჩევნია ილოცო რომ მარტო ნარკომანი იყო თორე კოცებს ვერსიები აქვს აი ტრისას რა ჩამოთვლის იმას ილოცე რომ მარტო ნარკომანი იყო ეს 2 ოქტომბრამდე მოკლედ არ ვიცი თბილისში რა მოხდება ვინ გაიმარჯვებს მაგრამ ამბროლაურის ბედი გადაწყვეტილია აბა თუ მიხვდებით ვინ იყლის მერობაზე კენჭ ამბროლაურში მერობის კანდიდატი არის ისევ ის ვინც პორშე მოიგო აი შენ თუ გონია რომ ამ შვებულებაზე დამავიწყდებოდი ძალიან ცდები სულ მახსოვ ხარ იცოდე სულ მახსოვთ ხარ საარჩევნო კამპანიას თუ მაგ პორშეთი ატარებ გაზი მაინც ჩააყენე შეკაი ადამიანო რომ ხალხმა იწამოს რომ ბიუჯეტის ქურდი არ ახარ თორე მან რო ბენზინი ასხა კარდაკარზე რას გააძღობ მაგ მანქანას ხო შეხაპავს მთელი ამბროლაურის მიუჯეს და ჯობია რომ გაზი ჩააყენო რომ მოსახლეობასთან უფრო ახლოს იყოს უფრო გაჭირვება უფრო რაღაცა უფრო ხოიც თავს მოახო რომ აი გაზი მიყენი აჩვენებ რაღაცა ზოგადად პორშე ისეთი მანქანაა მუდმივად ხელისუფლებაში უნდა იყო რომ არ ჩინო მიხვდით მანქანა შეინახო ისე ბევრს წავს მეგობრებო ჩვენ ძალიან გადართული ვართ წინა საარჩევნო თემაზე და გვავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ევროკავშირმა საქართველოს შეუწყდა ფინანსური დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და განაცხადა რომ ჩვენ ევროპის ფული რად გვინდაო არაფერში არ გვჭირდება მაგათი ერთი კაპიკიო ევროპა ჩვენი უფროსი არაო და საერთოდო რა უნდა ამ დასავლეთს მე არ მესმის ის ფაიზერიო გამოაგზავნეს რო გვაჩუქეს 9 მილიონი დოზა და რო გამოვართვით და გადაგვარჩინეს მაგაზეს მადლობლები უნდა იყვნენ ეგენი ჩვენ რო გადაგვარჩინეს მადლობლები თვითონ უნდა იყვნენ ეგენი უკვე ერთი რამდენს ბედავენ ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ სად იყო და სად არ გამოჩნდა ლავროვი რომელმაც განაცხადა რომ ჩვენ მზად ვართო ურთიერთობის აღსადგენად საქართველოსთან ფაქტიურად რასაც მივხვდი ამათ ქვეყანა გაყიდული აქვთ ძვირფასო ტელემაყურებლო უბრალოდ ამ მონაწერში ჯერ სხვა მესაკუთრე არ ჩანს 2 ოქტომბრის მერე გამოჩნდება რეესტრში მითხეს რამდენიმე სამუშაო დღეს ჭირდება რომ დამუშავდეს სამუშაო და რეესტრში უკვე სხვა მესაკუთრე უკვე სხვა სახელი და გვარით ამოდის ჩვეულებრივად ამ მონაწერში მინდა გითხრათ ამიტომ 2 ოქტომბრამდე ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ რომ რაღაცნაირად იგივე ამ მონაწერში იგივე მესაკუთრე დავტოვოთ რამენაირად ღარიბაშვილმა ხო უარი უთხრა ევროპას 75 მილიონზე მარტო ეს აკმარა და ბოლომდე გადაუარა ყველა მიცოდეს რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის სასამართლო სისტემასო არ გატყუებთ ესე თქვა საერთოდ არ ვიტყვება ერთ სიტყვა არ მithქოს ტყუილი მართალია მეცაც გეტყვით იმდენად ვუსწრებთ რომ უკვე მეორე წრეზე დავეწიეთ და უბრალოდ მაგიტო ჩამორჩებით მიხვდით რა შეასაკეთებთ თორე ისე უსწრებთ მეორე წრეც ხო წავედით აი ცოტა ისეთია რა წრეზე ხო დარბიან ხოლმე სპორტსმენები და ერთი ხო ჩამორჩება და ესენი უკვე მეორე წრეზე მიდიან მიხვდით და ეს მეორე წრეზე უკვე ერთმანეთს ეწევიან და ამიტომ ეს მაინც ჩამორჩენილია მიხვდით ეს ერთი სპორტსმენი მარტივად გიღეჭავთ ხო იმას მარტივად გაიგო მე გავიგო რომ სტრასბურგი ჩინჩალაძის და ურთმელიძის კლანს ეხვეწება რომ ჩვენთანო წამოდითო და აქ მართეთო კლანური მართლობითო სასამართლო მაგრამ ჩინჩალაძე და ურთმელიძე ის ხალხი არაა რომ ქართული კლანური სასამართლო გაცვალოს სხვა ქვეყნის საფოთხეზე და ჩემი მონოლოგის ბოლოს ერთი სიურპრიზი შემოგინახეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო ვანოს შოუ 15 წლის გახდა გილოცავთ ყველას გილოცავ საკუთარ თავს მინდა ორი სიტყვა ვთქვა ვანოს შოუზეც 15 წელია ძვირფასო ტელემაყურებლებო მართლა ეთერში ვართ და ყოველ პარასკევს გამოვდივართ და გთავაზობთ რაღაცა განსხვავებულ ყოველთვის განსხვავებულ გადაცემებს
ნუ ეს ვანოს შოუზეც რაღაც 2-3 სიტყვა რო თქვა, ნუ რავი, აი როგორ შევაფასო, ახლა სხვა ხებმაც გააკეთეს ბევრი ღამის შოუს ფორმატები, იყო ესეთი ბევრს გაუკეთებია, მაგრამ ზოგი აღარც გვახსოვს. ზოგმა დროს ვერ გაუძლო. ზოგი გაძლების პირასაა. მოკლედ ბევრ წელს გაუძლო ვანოს შოუმ, მინდა გითხრათ, ვფიქრობ უფლება მაქვს ცოტათი წავიტრაბა, ხო? ესეთი, აი, ჩემი გადაცემა, აი, ასე მგონია, რომ აი არის აი რაღაც კონიაკს მაგონებს. აი კონიაკი ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული სახეობაა, რომელიც მხოლოდ საფრანგეთის ერთ კონკრეტულ რეგიონში მზადდება. ანუ კონიაკი ბრენდია, მაგრამ ყველა ბრენდი კონიაკი ვერ იქნება, მიხვდით? ასეა ამ შემთხვევაში. ვანოს შოუ არის ღამის შოუ, მაგრამ ყველა ღამის შოუ ვანოს შოუ ვერ იქნება. მიხვდით? ხოდა. რა ვიცი, აი რა ვთქვა. მე მგონი ეს არის ერთადერთი გადაცემა, რომელიც სხვადასხვა არხმა გააკეთა 3-3ჯერ, 4-4ჯერ, სხვადასხვა წამყვანებით, მაგრამ ოისაოცრებავ 15 წელი მხოლოდ ჩვენ შეგვისრულდა. ეს იცით რატომ? იცით რატომ ძვირფასო მეგობრებო? იმიტომ რომ მე სახალხო არტისტი ვარ და თქვენ არავინ არ ახართ. მადლობთ. ჩვენ შოუს მოდიოთ Thank you.